რომ მიიზიდოთ ჯანმრთელი, წარმატებული, მდიდარი და კარგი მამაკაცი, რომელიც თქვენ დაგაფასებთ, რომ გქონდეთ კარგი ფინანსური მდგომარეობა, ასევე რომ გქონდეთ კარგი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სილამაზე, ანუ ადამიანის სილამაზე შინაგანად ასხივებს იცით, აუცილებელია გქონდეთ სუფთა ენერგია. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს გონიათ, რომ ენერგია დაბინძურებული აქვთ მხოლოდ ჯადოსგან, ნეკრომაგიისგან და სხვა ადამიანმა გაუკეთა ჯადო. კი ბატონო, ესეც ხდება. ხშირ შემთხვევაში უმეტესობა ადამიანები ერთმანეთს უკეთებენ ჯადოს და ადამიანების ცხოვრება მიდის უკან და უკან ნეკრომაგიას, ან წინაპრებიდან აქვთ გაკეთებული და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს გასაგებია. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის, რომ ადამიანებს არანაირი ჯადო არ აქვთ გაკეთებული და ენერგია აქვთ დაბინძურებული. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სხეული არის თქვენი სახლი, სადაც ენერგეტიკა გაქვთ დაბინძურებული და ეს სახლი არის მუდმივად არეული. როგორ უნდა დაალაგოთ პირადი, როგორ უნდა მიიზიდოთ მამაკაცი, როგორ უნდა გქონდეთ კარგი ცხოვრება, როდესაც სახლი არეული გაქვთ. იქნება მუდმივი არეულობა, ერთი და იგივე ტოქსიური სიტუაციები და ასე შემდეგ. ამისათვის აუცილებელია ჩაიტაროთ წმენდის რიტუალი, რომელსაც თქვენ იცით, მე განსხვავებულად ვაკეთებ და ჩემთან წმენდის რიტუალი არ არის უბრალო ჩვეულებრივი რაღაც სანთლების ანთების რიტუალი და ასე დაურის გამწმენდი, ესე ვთქვათ, ხო? როგორც ეძახიან ხოლმე, მხოლოდ ეს რიტუალი არ არის. ყველა ადამიანს აქვს წარსული ძალიან ცუდი გამოცდილება, ამიტომ ჩვენ უნდა მოვწყდეთ წარსულ გამოცდილებას და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ცხოვრება. ჩვენი სახლის, ანუ ენერგიის დაბინძურება შეიძლება ყველა ფაქტმა გამოიწვიოს, თვალმა, ჯადომ, როგორც აღვნიშნე, თქვენმა დამოკიდებულებამ ადამიანებისადმი, ტოქსიურმა დამოკიდებულებებმა, ძალიან ბევრმა რამემ. ამიტომ ჯადოს საერთოდ არ ჭირდება ადამიანს, ისე შეუძლია, რომ ჩაკეტოს, დააბეტონოს და ესე ვთქვათ, გადაუკეტოს საკუთარ თავს თავად გზები თავისი არასწორი ცხოვრებით. არასწორი ცხოვრების გულისხმობ საკუთარი თავის მიმართ. ამიტომ მეგობრებო, თუ გნებავთ, რომ თქვენი იყოთ წარმატებული ყველა საკითხში, გაიწმინდეთ თქვენი ენერგია და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ დაიცავით.